ოცნება თვით დემონიზების და თვით დაზიანების სპირალში შევიდა. ვიტყოდი, რომ ასე არ ექცევიან არც თანამებრძოლებს, არც თანამზრახველებს თქო. მაგრამ როგორ არა, ამის მაგალითი ქართველმა ბოლშევიკებმა დაგვიტოვეს. ესენიც ტირანიისკენ მიმავალ ალგორითმს მიყვებიან. ოღონდ ყოველგვარი, თუნდაც უტოპიური, მაგრამ დიდი იდეის გარეშე. უიდეო ბოლშევიკების რეჟიმი. თვითმმართველობის არჩევნების და 4 ოქტომბრის დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის პროექტის ჩაშლის შემდეგ რეჟიმმა ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი ეტაპი რეპრესიული სისტემის კიდევ უფრო მეტად დასახვეწად და იმ სისუსტეების აღმოსაფხრელად, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროტესტს და წინააღმდეგობას ჯერ კიდევ შესაძლებელს ხდის. რამდენიმე დღეში მიღებულმა გადაწყვეტილებათა პაკეტმა ზუსტად იმ წერტილებს დაარტყა, სადაც ჯერ კიდევ სუნთქავს ორგანიზებული პროტესტი, პოლიტიკური კონკურენცია და აკადემიური თავისუფლება. დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ოცნებამ მოახდინა გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზაცია, რითაც არა მარტო რუსთაველზე, ან პოლიტიკური მოტივაციით, ნებისმიერი საბაბით ქუჩაში გამოსული უკმაყოფილების სისხლის სამართლებრივი დევნა დააკანონა. პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი ოპოზიციური ძალების აკრძალვის მოთხოვნით. ამგზალავი ფორმულირებები განზრახ ბუნდოვანია და კრიტერიუმები რეზინივით წელვადი და გაჭიმული, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას სუბიექტურ დისკრეციად აქცევს. ვის აქვს პოლიტიკურ ველზე დარჩენის და არსებობის უფლება და ვის არა. ეს არის ავტორიტარული ლეგალიზმი, როცა კანონი თავისუფლების გარანტიდან თავისუფლების დემონტაჟის ინსტრუმენტად გარდაიქმნება. ამ ფონზე აცხადებს განათლების რეფორმას, რომელთაც ოცნება უხეშად ეხება ისეთ ფართო სპექტრს ჩვენი საზოგადოებისა, როგორებიც არიან პედაგოგები, ლექტორები, მშობლები, აბიტურიენტები, სტუდენტები. დეკლარაციული მიზანი სტანდარტების ამაღლებაა. სინამდვილეში სრული პოლიტიკური კონტროლის გავრცელება საუნივერსიტეტო სივრცეებზე. იქნება ის სახელმწიფო თუ კერძო. უნივერსიტეტების ავტონომიის ფაქტობრივი განულება და ევროპულ საგანმანათლებლო ეკოსისტემასთან შეუთავსებლობის ფაზაში დაბრუნება ნიშნავს ორ შედეგს. ჩვენი ახალგაზრდაობის კონკურენტ უნარიანობის მკვეთრ დაცემას და ისედაც მაღალი ემიგრაციის ტალღის დამატებით წახალისებას. ვინც ამ იზოლაციონისტური დინამიკის ჰორიზონტს ხედავს, ამ სიბნელეს მომავალს, ეცდება ევროპისკენ ბილეთი დროზე შეიძინოს, რომ სამარის და ვორონეჟის უნივერსიტეტების იმედად არ დარჩეს. და კიდევ ერთი სიურპრიზი გასული კვირისთვის. კორუფციული თვითლუსტრირების სერიალი ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაზე. პრემიერი, სუსის უფროსი, მთავარი პროკურორი და მათთან დაკავშირებული პირები, რომელთა ნაწილი უკვე პატიმრობაშია, ნაწილი კი საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურ თანამშრომლობა კომუნიკაციაში. დასტებად დალაგებული დოლარების შეკვრები, ოქროს და ბრილიანტის ნაკეთობები, ძვირფასი საათების კოლექციები, მერსედესის ოქროს გასაღების აცმის საკიდიც კი მათი კორუმპირებულობის მასშტაბის სადემონსტრაციოდ. ყველაზე ძველი და ერთგული თანამებრძოლების საჯაროდ დამცირების აქტი, დაუნდობლობა და დემონსტრაციული გაწირვა. რასაც 2 დღეა პროკურატურის და სუსის ბრიფინგებით გვიყვებიან და გვაჩვენებენ, ნაკლებად არის კორუფციასთან ბრძოლის და სამართლიანობის ისტორია და უფრო ელიტისთვის გაგზავნილი მესიჯი. ერთგულება, კიდევ უფრო ზუსტად მორჩილება, დაზღვევა არ არის. ასეთ სისტემაში შიშის ზაფხვის გაკვეთილები პერიოდულად უნდა მეორდებოდეს, რომ მორჩილება მუდმივად გადამოწმდეს. ამ ბოლო ორი პროცესის ნეგატიური რეზონანსი მხოლოდ რეჟიმის სახელისუფლებო ვერტიკალში არ ლოკალიზდება. ძალიან მტკივნეულად შეეხება როგორც მინიმუმ 2 მომიჯნავე და სისტემის დანამატად ქცეულ სფეროებს: ბიზნესს და საპატრიარქოს. ამათგან პირველის რეზისტენტულობის რესურსი ყოველთვის მკვეთრად ლიმიტირებულია. აი, ეპისკოპოსებისგან კი ოცნება ბევრ სურპრიზს შეიძლება ელოდოს. და მაინც ამდენი და საზოგადოების ასეთი ფართო სპექტრის გამაღიზიანებელი და უკმაყოფილების გამომწვევი ნაბიჯი ერთად და ასე ფორსირებულად. რატომ ახლა? ამისთვის მინიმუმ 3 ახსნა ზედაპირზეა და შესაძლოა 3-ვე ერთად მუშაობს. პირველი ფსიქოლოგიური. მართველის პარანოიდული უსაფრთხოების ლოგიკა, სადაც რისკის ნულამდე დაყვანა ნიშნავს ნდობის ნულამდე დაყვანას. მეორე, ტაქტიკური.
4 ოქტომბრის შემდეგ პროტესტის დროებითი დემორალიზაცია ფანჯრად იქცა რეპრესიული გადაწყვეტილებების ფორსირებისთვის, სანამ ორგანიზაციული რესურსი კვლავ არ აღდგა. და მესამე ფაქტორი, გეოპოლიტიკური. ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე და უკრაინის ომის შესაძლო პაუზაზე საუბრების პარალელურად რეჟიმი ცდილობს შიგნით მაქსიმალური კონტროლის კონსოლიდაციას იმისთვის, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ფაზაში უფრო ძლიერის პოზიციიდან შევიდეს და თავისუფალი მანევრი ჰქონდეს. თუმცა ამ ყველაფერს უკვე აქვს პოლიტიკური ეფექტი. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მმართველობის ფორმებისადმი კიდევ უფრო ფართოვდება და ისეთ შრეებს მოიცავს, რომლის გააქტიურებაც რეჟიმისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. როცა კანონი სუსტდება, როგორც საერთო ხელშეკრულება ადამიანებს შორის და ძლიერდება როგორც ერთპიროვნული ბერკეტი, ხალხი, მათ შორის ოცნების მხარდამჭერი ნაწილი, კარგავს თამაშის წესებისადმი ნდობას და ეს ხდება სისტემური, თუნდაც ავტორიტარული სტაბილურობის ეროზიის საწყისი. ამდენად, არა მარტო დემოკრატიის და ევროპული მომავლის გულშემატკივრებისთვის, დასკვნა ადვილი გამოსატანია. თუ კანონი ყველასია, ის წინასწარ პროგნოზირებადია. თუ ის მხოლოდ ერთისაა, ის რეპრესიული ბერკეტია ნებისმიერის, თუნდაც ლოიალისტის წინააღმდეგ. პირველი ქმნის სტაბილურობას, მეორე შიშს და დაუცველობას. და როცა ძალაუფლება კანონის ენით გთხოვს ჩუმადყოფნას, დემოკრატიის ენაზე პასუხი ყოველთვის ერთია: არ შევეგუოთ და ვთქვათ სიმართლე. სხვათა შორის მათაც, რომლებსაც თავისიანები მოღალატე ზიარლიხს აკრავენ და რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი ყველა ცოდვას უსინდისოდ კიდებენ. ასე არ ექცევიან არც თანამებრძოლებს და არც თანამზრახველებს. თუმცა ასე არ ვიტყოდით ჩვენსავე, არც თუ შორეულ ისტორიას კარგად რომ ვიცნობდეთ და დასკვნები გამოგქონდეს.